2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტყუპების ნანგრევების დასუფთავებისას ერთმა ახალგაზრდა მოხალისემ იპოვა ვიდეოკასეტა წარწერით FBI და კითხვის ჩანაწერი. არქივი. გრიფითს საიდუმლო. ასლის გაკეთება და გამოტანა აკრძალულია. 1997 წლის 12 თებერვალი. და კითხვის კამერის ჩანაწერები. FBI-ის საველე ოფისი, ვაშინგტონი. მისამართი 614 Street No, Washington, D.C. ძველი საქმეების დეპარტამენტი. 60-მდე წლის მიმზიდველი ემოციითა და ოდნავ დაღლილის სახით თეთრი შერეული თმით ფრანგული იერის მამაკაცი აჩქარებული ნაბიჯებით მიდის შენობის შესასვლელისკენ, შავი ტყავის ძველებული დიპლომატით, გადის მეტალის დეტექტორში და რენტგენის სკანერში. ხვდება ორ შეიარაღებულ მკაცრი გამოხედვის უსაფრთხოების ოფიცერს. ინგლისურად ძლიერი ფრანგული აქცენტით. მე მინდა დაველაპარაკო ვინმეს, ძველ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 1957 წლის გახმაურებულ ამბავს ნასაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოფიცერი, რომელიც მუშაობს როგორც ვიზიტორების კლერკი, პასუხობს სტანდარტული მონოტონურობით. თქვენი სახელი ბატონო? ჟან ლორენი, დაბადების წელი 1928, მოქალაქეობა, საფრანგეთი, პროფესიით რადიოტექნიკოსი. ოფიცერი ავსებს ვიზიტორების წიგნაკს, სტუმრის ნომერი ხომ არ არის ობიექტთან ნებართვა, ვინ შეყავს შენობაში და ეკითხება, ვიზიტის მიზანი. კაცი მშვიდად, მაგრამ მწვავე ინტონაციით ამბობს. მეუდონის ობსერვატორიის 1957 წლის ინციდენტის შესახებ ინფორმაცია. ოფიცერს წამიერად ეცვლება თვალები, მაგრამ უპასუხოდ აგრძელებს პროცედურას. რენტგენის ოპერატორი ხედავს. სქელი საქაღალდე, ძველი მიკროფილმი, რკინის 5 პატარა დისკით, ფურცლების სქელი გრაფიკებით. ოფიცერი ეკითხება, ეს სამეცნიერო ნივთები უსაფრთხოა? კაცი თავს უქნევს. მხოლოდ დოკუმენტაცია, არაფერი საშიში. აძლევენ შავთეთრ პლასტიკურ ბეიჯს წარწერით მოითხოვება ესკორტი. თანამშრომელი რეკავს ძველ საქმეების განყოფილებაში, 5 წუთში დერეფანში ჩნდება ქალი მკერდზე პატარა ემბლემით RMD. ის წარმოუდგება. სოციალური აგენტი რებეკა ნოლანი. თქვენ გაქვთ დოკუმენტაცია კოსმოსური ინციდენტის შესახებ? ფრანგი კაცი ღრმად ამოისუნთქავს. არა მხოლოდ არსებული დოკუმენტაცია, არამედ გამოტოვებული ნაწილიც, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ. ნოლანი მას აწვდის შესავსებ ფორმას. კაცი ხელს აწერს, ოდნავ კანკალით. ჟან ლორენი, მეუდონის ობსერვატორია. შედიან პატარა ოთახში. სქელი ხმაგაუმტარი კედლები, მაგიდა, ორი სკამი, კედელში კამერა. მაგიდაზე ჩაწერის მოწყობილობაა. ნოლანი კარს კეტავს და ამბობს. თქვენ ახლა შეგიძლიათ მიჩვენოთ დოკუმენტი. ლორენი ნელა ხსნის დიპლომატს. სქელი ყვითელი ქაღალდებით სავსე საქაღალდეს მაგიდაზე დებს. ზედ აქვს მელნით დაწერილი. ზონდი არქივი 1957. ნოლანი აშკარად იბნევა. ლორენი. მთელი 40 წელი არავინ იცოდა ამ ტერმინის არქივის წარმომავლობის შესახებ, რადგან ბევრ ჩვენთაგანს ეკრძალებოდა ამაზე საუბარი. ერთ-ერთი მეც ვიყავი. ახლა როცა დეტალური კვლევები ჩატარდა, გადავწყვიტე ამ მომენტს ნათელი მოვფინო. ის უყურებს აგენტს. თვალებში სინანული უჩანს. ნოლანი ჩუმად პასუხობს. უცნაურია, გთხოვთ მითხრათ დეტალები. ლორენი საქაღალდეს ხსნის და მაგიდაზე დებს გაყვითლებულ ძველი ხელნაწერით შევსებულ ფურცლებს. ფურცლები საკმაოდ დაზიანებულია. იცით, 1959 წელს, როცა თქვენი ბიურო ინტენსიურად ჩაერთო გამოძიებაში, ჩვენი ობსერვატორიის დირექტორმა, ბატონმა ანდრეი დანჟონმა მოიწვია დახურული კრება, სადაც სულ 4 კაცი იყო, მათ შორის მე როგორც ახალგაზრდა რადიოტექნიკოსიც. ბატონმა ანდრეიმ გაგვანდო ერთი უცნაური დამთხვევა. თუ შეიძლება ამას დამთხვევა ეწოდოს და აგვიკრძალა ამაზე საუბარი. კერძოდ ეს ეხებოდა ალბერტ აინშტაინის წერილს. მიწერილს მისადმი 1953 წელს. ახლა მე წაგიკითხავთ და დანარჩენი თქვენ თვითონ განსაჯეთ. ძვირფასო მეგობარო ანდრე, ფიქრობ, ამ წერილს ალბათ არასოდეს ელოდი ჩემგან. მით უმეტეს ასეთი შინაარსით, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვწმუნდები, რომ ადამიანი ცხოვრების ბოლოს ამბობს იმას, რაც მთელი სიცოცხლე გულში ატარებდა. ამიტომაც გწერ ახლა, ვიდრე ჩემი მიწიერი დრო ამოიწურება. შენ იცოდი ჩემი ინტერესის შესახებ ინდური ფილოსოფიისა და ვედანტას მიმართ. ხშირად მეუბნებოდი, რომ მეცნიერთარშეშვენის რელიგიაზე დროის ფლანგვა, მაგრამ მე ყოველთვის გიმეორებდი. ვედური ლიტერატურა არ არის რელიგია ჩვეულებრივი გაგებით. ეს არის ცოდნის სტრუქტურა, უძველესი მეცნიერება,
რომელიც სიმბოლოებსა და მეტაფორებში გადმოსცემს იმ კანონებს, რომელთა შესწავლას ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებ. ვედებში გულისხმობა არა ღვთიურ მითებს, არამედ ფიზიკასა და კოსმოლოგიას, იმ ენით, რაც იმ დროის ადამიანებს ჰქონდათ. ყოველ ჯერზე, როცა რიგვე და სან უპანიშადებს ვკითხულობ, მაოცებს ის მასშტაბი, რომლითაც ისინი სამყაროს აღწერენ. თითქოს რაღაც უფრო ძველი, უფრო მოწიფული აზროვნება იბადება იქ, ვიდრე ჩვენი ისტორია გვიჩვენებს. ახლახან მივედი იდეამდეც, რომელიც თავიდან მეც უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ რაც უფრო ვფიქრობ, მით უფრო ლოგიკურია. მათი ცივილიზაცია, ვინც ეს ტექსტები შექმნა, არ შეიძლებოდა სრულიად გამქრალიყო. ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველი საზოგადოება, რომელიც ცოდნას მნიშვნელოვნად აფასებს, ცდილობს მის შენარჩუნებას, თუნდაც კატასტროფის წინაშე. თუ მათ იცოდნენ ფიზიკის ის კანონები, რასაც დღეს ჩვენ თანამედროვე მეცნიერებად მივიჩნევთ, მაშინ შეუძლებელია დედამიწაზე უეცრად გამქრალიყვნენ ისე, რომ არ დაეტოვებინათ კვალი, მატერიალური, ენერგეტიკული ან ინფორმაციული. და აქ მოდის ის მოსაზრება, რომელიც მხოლოდ შენს ყურამდე უნდა მივიდეს, რადგან არავის სურს, მოხუცი პროფესორის გონებას ბევრი დაუჯეროს. იცი მე ხშირად მარტოს მიწევდა ბრძოლა ჩემს მეცნიერ ასპარეზზე. ვფიქრობ, მათ კოსმოსში რაღაც ნაშთი დატოვეს. რაღაც, რასაც ჩვენ ალბათ ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ერთხელ აუცილებლად შევამჩნევთ. ეს ნაშთი შეიძლება იყოს ზონდი, შეიძლება იყოს მონაცემთა მატარებელი, შეიძლება იყოს ენერგეტიკული ბირთვი, არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე კაცობრიობა მიიღებს უცნაურ სიგნალს, რომელიც არ ემორჩილება ბუნებრივ კანონებს, ეს იქნება სწორედ იმ დაკარგული ცივილიზაციის კვალი. შენ, ანდრე, იმ იშვიათ ადამიანთა შორის ხარ, ვისაც ნამდვილად შეუძლია ასეთი მოვლენის ამოცნობა. შენი ინსტრუმენტები და შენი სიზუსტე შესანიშნავია. ჩემზე უკეთ იცი, როგორ აღიქვა ძალიან სუსტი, მაგრამ განსხვავებული. ამიტომაც გთხოვ ბოლოს, როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს. თუ ოდესმე მიიღებთ სიგნალს, რომელიც არ ჰგავს არც პლანეტის ხმაურს, არც რადიო ანომალიას, არც კოსმოსურ ფონს, შეხედე მას როგორც არქივს. დიახ, არქივს. ინფორმაციულ ბირთვს, რომელიც შეიძლება იყოს ყველაფრის გასაღები, რაც ვედურ ტექსტებში მუდამ მაოცებდა. იქნებ ეს არის მათი ცოდნის კოდი. მირჩევნია ეს წერილი შენთვის დარჩეს. შეინახე კონფიდენციალურად. არავის უთხრა, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავ იმას, რაც ჩემთვის მხოლოდ ჰიპოთეზად რჩება. მადლობა მეგობრობისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის მისმენდი, მაშინაც კი, როცა ჩემი იდეები ზედმეტად თამამად ეჩვენებოდათ. ალბერტი, 1953 წელი. ლორენმა კითხვა დაასრულა და შეხედა ქალს, რომელსაც გაოცებისგან თვალები გაფართოებოდა. რებეკა ნოლანი რამდენიმე წამის სრულიად დაძაბული დაჰყურებდა ლორენის მიერ დაწყობილ გაყვითლებულ ფურცლებს. ზედ ჩამოღვანთილი მელანის კვალი, შემუქებული კუთხეები და ათწლეულების სუნი ქმნიდა განცდას, თითქოს ოთახში იჯდა ის, ვინც ამ სიტყვებს წერდა. ლორენმა ჩუმად თქვა: მე ეს წერილი ხელში მხოლოდ ერთხელ მქონდა. დანჟონმა მაშინვე ჩამომართვა და საიდუმლოდ შეინახა. მისი სიკვდილის შემდეგაც კი არავინ საუბრობდა ამის შესახებ. მე ველოდი სწორი მომენტის დადგომას. ნოლანი უხმოდ ადგა სკამიდან და ფანჯარასთან მივიდა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მარტო კამერის მსუბუქი ზუზუნი არღვევდა. ბოლოს ნელა საუბარი დაიწყო. ბატონო ლორენ, იცით, რას ნიშნავს ეს? ეს არ არის უბრალოდ ისტორიული წერილი. ეს ნიშნავს, რომ არქივი ეს ტერმინი თავად აინშტაინმა ახსენა და თუ ის მართალი იყო. ის უთქმელად გაჩერდა. ლორენი ასწორებს დაზიანებულ ფურცლებს და ჩუმად ამატებს. თუ ის მართალი იყო, მაშინ 1947 წლის სიგნალი უბრალოდ შემთხვევა არ ყოფილა. ნოლანი უკან მაგიდასთან დაბრუნდა და ოდნავ ხრინწიანი ხმით თქვა: ეს დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადავა ცენტრალურ ანალიზში, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, უნდა მითხრათ ყველაფერი, რაც დანჟონმა გითხრათ იმ საიდუმლო შეხვედრაზე. ლორენი თვალში არ უყურებს. მის მზერაში იგრძნობოდა ტკივილი, რომელიც 40 წლიან დუმილს ატარებდა. რაც დანჟონმა გვითხრა, მე თვითონაც ბოლომდე ვერ ვიჯერებდი. მან მითხრა, რომ აინშტაინი დარწმუნებული იყო. თუ ოდესმე მივიღებდით უცნაურ სიგნალს, ეს იქნებოდა საბოლოო გზავნილი ცივილიზაციის, რომელიც ჩვენამდე არსებობდა. ნოლანმა ჩასუნთქვა ვერ დამალა. ლორენმა განაგრძო და მან თქვა კიდევ რაღაც, რაც დღემდე მახსოვს. ანდრეიმ თქვა, რომ აინშტაინმა წერილის ბოლოში დაამატა ერთი ფრაზა, თითქოს პირდაპირ მასში ჩაწერილი არასოდეს უნდა ყოფილიყო. თუ ეს ოდესმე გამოჩნდება, ეს იქნება ჩვენი დასაწყისიც და დასასრულიც. ოთახში ჰაერი გაუხეშდა. ნოლანმა ნელა დაკეცა წერილი, ისევ ჩასვა საქაღალდეში და სათანადოდ დაკეტა. ბატონო, ჟან. ისევ გაჩერდა.
მისი ხმა დამძიმდა, პროფესიული, მაგრამ აშკარად შიგნიდან შეძრული. თქვენ ხომ აცნობიერებთ, რომ ამ მასალას სამი მიმართულებით შეუძლია წაგვიყვანოს, ერთ-ერთით საკმაოდ ბნელით. ლორენი თავს ხრის. ვიცი. ნოლანი დოკუმენტს იღებს, კერძზე იჭერს ისე, თითქოს სხვის თვალს უნდა დაუმალოს და ამბობს. თქვენ ახლა თავისუფალი ხართ, მაგრამ ამ დღის შესახებ არავისთან, არც ერთთან, არაფერი არ უნდა თქვათ. ლორენი ოდნავ იღიმის. დაღლილი, განთავისუფლებული სღიმილით. მე 40 წელი ველოდებოდი, რომ ეს სიტყვები ვინმესთვის მეთქვა. ნოლანი კარს აღებს. ორი ოფიცერი დერეფანში ჩნდება. ლორენი უკანასკნელად უყურებს იმ პატარა ოთახს, მერე ჩუმად გამოდის. როცა კარი ჩაიკეტა, ნოლანი მარტო დარჩა არქივთან. ის ნელად ახურებდა საქაღალდეს და პირველად ცხოვრებაში საკუთარ თავს ჩურჩულით უთხრა. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ის უკვე სადღაც აქ არის. ან მალე დაბრუნდება.